ჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. ანუ ყველაფერი კონცენტრირდება, ფოკუსირდება უпростоრეთ ქრისტეზე. და თუ ქრისტეზე არ ფოკუსირდება ყველაფერი, მაშინ ჩვენ ცხოვრებას აზრი არ აქვს. აბსოლუტურად აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა რელიგიურ ცხოვრებაში ხო ეს ასეა, თავისთავად ცხადი. მოსაწეს ჯულის სიმართლეზე. კაცი, რომელიც აღასრულებს ჯულს, მისი წყალობით ცხონდება. და აი აქ შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ აი ჯული თუ აღასრულებს ცხონდება, რა გინდა. მაგრამ ჯულის დასასრული ქრისტეა. ანუ ჯულის აღსრულება ნიშნავს ქრისტეს შემეცნებას. ამიტომ ცხონდება. და არა იმიტომ, რომ ჯული აღასრულა. ჯულს თავისთავად არანაირი აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ამის მაგალითები ხო ვიცით. აი რომელიც ჯული აღასრულა, ჯვარცმულმა ავასაკმა მაგალითად. ან მარიამ ეგვიპტელმა რა ჯული აღასრულა, როგორ ფიქრობთ? ესე იგი წარმოუდგენელ ცოდვაში ცხოვრობდა ადამიანი და რაღაცა რა ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდა ის სინანული ხატის, ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ან რა კანონი შეასრულა, ან რა წესი, არა საღვთისმოწყალო განათლება მიიღო. ეზიარა მალევე იქვე შეიძლება მეორე დღეს და წავიდა უდაბნოში და გარდაცვალებამდე იქ იყო. რომელიც ჯული აღასრულა? არანაირი ჯული არ აღუსრულებია ჯულის იმ გაგებით, რასაც ჩვენ რელიგიური ცხოვრების წესს ვუწოდებთ. გესმით რა შეასაკო? მაგრამ ის რაც აღასრულა, იმან მის გულში მოაპოვებინა ქრისტე. ანუ ყველა ჯულის დასასრული, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ქრისტე უნდა იყოს. და ამიტომ ამას დავაკვირდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შევხედოთ საკუთარ თავს, შევხედოთ საკუთარ შიგნით, შევხედოთ რა გული გვაქვს, რა გულის სიტყვები გვაქვს, რას ვფიქრობთ, როგორ განვიცდით, როგორ უყურებთ ადამიანს, რამდენად ყველაფერია თანხმდრაშია ღვთისნებასთან, რამდენად ვგავართ ქრისტეს. ეს სხვა მაღალი ნათქვამია. რამდენად არ ვგავართ ქრისტეს, ეს დავინახოთ.